საზოგადოებრივი მაუწყებლის 500-ზე მეტ თანამშრომელს მომავალი თვიდან ხელფასი 10 და 20%-ით გაეზრდებათ. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ტელევიზიის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესი. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელში პრესკონფერენცია გაიმართა. მხარეებმა საზოგადოებას ინფორმაცია მედიატორის თანდასწრებით მიაწოდეს. იმ პირებს, რომელსაც ხელფასი ჰქონდათ 500-დან 1000 ლარამდე, ამ პირებს ხელფასი გაეზრდებათ 20%-ით. ხოლო იმ პირებს, რომელსაც ხელფასი ჰქონდათ 1000-დან 1500 ლარამდე, ხელფასი გაიზრდება 10%-ით. ასევე გათანაბრდა იმ პირების ხელფასები, რომლებიც სხვებთან შედარებით აკეთებდნენ ზუსტად იგივე საქმიანობას, ჰქონდათ იგივე პასუხისმგებლობა. 500 არის უფრო მეტი არის ეს დაახლოებით 50% არის ჩვენი თანამშრომლობის დაახლოებით 900-მდეა. სავარაუდო რიცხვი ესეთი არის. ბიუჯეტში ეს დაახლოებით 900.000 ლარს წაიღებს წელიწადში. ჩვენი თანამშრომლების წვლილი ამ პროცესში იყო ის, რომ დააჩქარეს გარკვეული პროცესები, გარკვეული გადაწყვეტილებები გადმოწიეს აქეთ, გარკვეული პროცესები გადმოიწია აქეთ და რაც არ არის პრინციპში ცუდი, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა თვალსაზრისით ჩვენ ახლა უკვე უსწრებთ დაგეგმილ დროს. ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ შორის მიღწეული შუალედური შეთანხმება ადმინისტრაციას ხელფასების 10 და 20%-იან ზრდასთან ერთად ფუნდამენტური ცვლილებების მიღების პროცესში ჩვენ ჩართულობასაც ავალდებულებს. იმედია სწორედ ამ ცვლილებების შედეგად მთავარი რამ აღდგება ამ ტელევიზიაში. ეს ადამიანის დაფასებაა. დაიგეგმება ახალი პროცესი პრინციპში, რომელიც გულისხმობს უკვე კვალიფიკაციის რანჟირებას, ატესტაციას ეს შემდეგ და ეს ყველაფერი ალბათ დეკემბრისში დამთავრდება და აი იქ და წლის ბიუჯეტში იქნება კიდევ ერთი უკვე გასწორება ხელფასების რანჟირების მიხედვით და ასე შემდეგ. ძალიან კარგი პროცესი იყო და კარგი არის, კარგად დამთავრდა.